ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერად აქციები გრძელდება. დღეს საღამოს ხმის მიცემის კიდევ ერთ შუალედურ შედეგს ელოდებიან, მანამდე კი სპორტსმენს მხარდაჭერას ჯარისკაცები და მთავრობის წევრები უცხადებენ. ქწანისის სასწავლო ცენტრში ამხანაგური მატჩი გაიმართა. უამიდობის და ძლიერი ქარის მიუხედავად ქართველმა სამხედროებმა ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერად კალათბურთი ღია ცის ქვეშ ითამაშეს. ჯარისკაცები ამხანაგურ მატჩში ფაჩულიას მეგობრებს, მოქმედ და ვეტერან კალათბურთელებს დაუპირისპირდნენ. სამხედროების სპორტსმენს სოლიდარობას უცხადებენ და იმედოვნებენ, რომ ფაჩულია გახდება პირველი ქართველი, ვინც ყველა ვარსკვლავის მატჩში მიიღებს მონაწილეობას. მიუხედავად ამინდისა, ჩვენ ეს არაფერი არ გვაშინებს და აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ მოუწოდებ ყველა პირად შემადგენლობას, რომელიც ზაზას მხარდასაჭერად გააკეთეს თუნდაც ერთ ნავიც, რომელიც ზაზას დაეხმარება ყველანაირად წინსვლისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი არის დღევანდელი დღე, რომ ყოველ ჯარისკაცი რომ მისცეს ხმა ზაზა ფაჩულიას. ჩემი თამადობით, რა თქმა უნდა. და მე მგონი ეს აქცია ძალიან კარგი, რატო იცით, ისტორიული მომენტი არის. დღევანდელი თამაში თავდაცვის უწყების წარმომადგენლების მხრიდან ფაჩულიას მხარდასაჭერად გამართული პირველი აქცია არაა. მანამდე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანსა და დალას მავერიქსის ერთ-ერთ ლიდერს მხარდაჭერა თინა ხიდაშელმაც გამოუცხადა. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული შუალედური შედეგებით ამ დროისთვის ზაზა ფაჩულია დასავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზე იმყოფება, რამაც ამერიკელი სპორტული კომენტატორების გაკვირვება გამოიწვია. მათ ზაზას ნაცვლად ოლ-სტარში დემარკუს ქაზინსის ხილვა სურთ, რომელსაც ფაჩულია ხმების რაოდენობით უსწრებს. თუმცა კომენტატორებმა ამ განცხადების შემდეგ საზოგადოების აქტიურობის გამო ქართულ ხალხს მოუბოდიშეს. ფაჩულიას მხარდასაჭერად საღამოს სპორტის ახალ სასახლეში ერთმანეთს სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელები, ვეტერანი კალათბურთელები, სპორტსმენები და ჟურნალისტები დაუპირისპირდებიან. გამოკითხვა 18 იანვარს დასრულდება. დღეს ღამე კი კიდევ ერთი შუალედური მონაცემები გამოქვეყნდება.